გამარჯობა, ეს არის მადის აღბრძოლელი პოდკასტი, რომელიც იწერება პოდკასტ Point-ში. დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ თამო ვაშალომიძე და სანამ თამოსთან გადავიდოდი, აუცილებლად გთხოვთ რომ გამოიწვიოთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და ასევე თუ მოგეწონათ ეს პოდკასტი, დონაციის ლინკი აღწერაშია და შეგიძლიათ ასე დამიჭიროთ მხარი. წინასწარ ყველას ძალიან დიდი მადლობა. თამო, როგორ ხარ? ძალიან მიხარია, ძალიან მადლობა, რომ მომიწვიე. პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ. მივესალმები თქვენ გამომწერებს. მადლობა, რომ გიყურებთ. ხო. ხო და თქვენს გამო. ხო, აბა. ესე იგი, ვის მერი არ ვჭამდა, ჩაწერა არის ღამის 11 საათი. მოშიებული გაქვს კუჭი? არ მოშიებული. ჯერჯერობით არ არის ცარიელი, იმიტომ რომ 7 საათზე ვჭამე, მაგრამ შენს გამო. მაინც გაქვს ადგილი, ხო? კი, მაქვს ადგილი, ასე რომ არც ვერ გეტყვი. ჩემი პოდკასტი სახელწოდებიდან გამომდინარე, მოკლედ დღეს ძალიან იმ კერძს დავაგემოვნებთ, რაც მე ვიცი შენ რომ გიყვარს. ერთ-ერთს, რა თქმა უნდა, და მანამდე მინდა გითხრა, რომ მე ჩემი მადის აღბრძოლელი პოდკასტის სპონსორი არის ფიზი ჯორჯია. აგერ არის წარმოდგენილი. და თუ გინდა რომ ესე იგი ჯანსაღად დააგემოვნო გაზიანი სასმელი, საკუთარი სახლის ონკანიდან მოშვებული წყლით შეგიძლია რომ გააკეთო ლიმონადი. ნახე, აი ეს არის აპარატი. მე გავაკეთებ ამას მასწავლე. კი, აუცილებლად გასწავლი, ვაიმე. და ეს გავაკეთე. ანუ დღეიდან შეგეძლება თქვა, რომ გაკეთებული გაქვს ეს ლიმონადი. აგერ წყალი არის ჩასხმული და დავაჭირო ამას. ხო, რო დააჭერ. დააფიქსირე. აბა მიდი. კარგად დააჭირე. თუ გინდა ადექი და ისე. დაიცადეთ ეძწოდი. მოიცო. მიდი. აი ეგრე, კარგად დააჭირე. ვაუ, всё. დამეხმარეთ. ხო და ნახე, მოყვება ძალიან ბევრი სიროფი, გემო, დაახლოებით 32 სახეობის არომატი. აი ლიმონი კარგია. ხო, რომელი გინდა შენ? ლიმონი დავაგემოვნოთ. კი. აბა დახედე, ლიმონი არის. კი. და ასევე Black Friday-ის ფარგლებში აქვს ძალიან დიდი ფასდაკლება ფიზი ჯორჯიას. კი, და თავის Facebook გვერდზე შეგიძლიათ მიწეროთ ან დაურეკოთ. სრულ ასორტიმენტზე აქვს ფასდაკლება და ძალიან ბევრ საჩუქარს მიიღებთ ან ფასდაკლებას. მოკლედ, მრავალფეროვანია და ძალიან გამოსადეგი რამ არის სახლში რომ დაამზადოთ მეგობრებისთვის, ბავშვებისთვის ეს ლიმონადი და მოდი გავსინჯოთ. ლიმონის მე არ დამიგემოვნებია. მე მიყვარს ძალიან. გიყვარს? კი, ძალიან. უნდა მოვურიოთ კოვზით, რომ გაიშალოს გემოები. აბა, გავსინჯოთ. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ასე მარსა ლიმონადის გემო აქვს. კი. და ის იმჟავეც რა კარგად დაკრავს. აი, ლიმონი ძალიან კარგია. ძალიან იდეალურია. კარგი არჩევანია ლიმის. მომეწონა შენი არჩევანი. მადლობა. კარგი, თან რომ გავაგრძელოთ, ეხლა რაღაც აი ამ საჭმელებზე ვსაუბრობთ. ამ ხელა ბიზნეს ლეიდი ქალბატონი ბრძანდებით, მაგრამ მაინც კითხავთ, აი როგორი კულინარი ხარ? ნახე როგორ კულინარზე გეკითხები, რა იცი, რა ხა დარწმუნებულია შეიძლება მთელი დღე ვერ იქნები, ხო სამზარეულოში, მაგრამ აი რამდენად გემრიელი ხელი გაქვს, თუ რამის გაკეთება შეეჭიდები, რამდენად ბოლომდე მიყავს და გამოგდის. მე მგონია რომ ეგრეა. ზოგადად, თუ რამეს ვაკეთებ, კარგად უნდა გავაკეთო. ფიქრობ, რომ ყველა ქალს შეუძლია, და არა მარტო ქალს, მამაკაცებო თქვენ შეგიძლიათ საჭმელების კეთება, ყველა შეუძლია. თავარა გვინდოდეს და არ დაგვიზაროს. მე ვარ საჭმელების ხრივ ზარმაცი, არ მიყვარს კეთება. და ბავშვების გამო და იმის გამო, რომ ეს ჩემს შვილებს ჰქონდეთ ეს რაღაც გასაოცარი მოგონებები დიდობაში, ვაკეთებთ ხოლმე ხან კექსებს, ხან მაფინებს, ყველაზე ადვილი რეცეპტებს ვიგონებთ და ვნახულობ YouTube-ზე, შემიძლია. ყველაფერი შეგვიძლია სავარაუდოდ. ბავშვობაში აჩმაც კი გამიკეთებია, კი, ვაკეთებდი 5 საათი მართალია. დიდი ხანი უნდა ისე მე მგონი გაკეთებას, არა? კი. იქ უნდა ცომი გააფტყილოთ ხლად, მე მოხარშე, მე უნდა რაღაც ანუ რთული გასაკეთებელია. არ ვარ ისეთი სამწუხაროდ ისეთი გოგო, რომელსაც უყვარს სამზარეულოში ტრიალი, ამას უფრო ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ საჭირო არის და რაღაც შემშვილები გავახარო და ეს არის. ზოგს უყვარს და მიხარია ყველას გაფასებ ქალბატონობა, სიამოვნებას განიჭებთ. მე იმდენად გადარბენაზე ვარ ხოლმე და აი ეს რაღაც ჩემს არის ბოლო, რომ შემნია უბრალოდ სხვამ დამეხმაროს და გააკეთო. რამე კერძი თუ არის რის გაკეთებასაც სწავლობდი, მაგრამ ბოლომდე ვერ მიხვედი და აი არ გაქვს ნასწავლი რა. საშობაო ორცხობილების გავაკეთე, მაგრამ გამხმარი გამომივიდა. რატო რა დააკლდა? არ ვიცი, სავარაუდოდ თაფლი ან რაღაც დიდხანს ვადუღე გაზზე. რაღაც არასწორად გავაკეთე რა.
არ ვიცი რა გავაკეთე, მაგრამ რაღა აზრი ქონდა. კარგი გამოვიდა, ბავშვებმა ჭამეს, სკოლაში წაიღო სოფია. ხო და მე ვიცი რომ შენი საყვარელი ერთ-ერთი როგორც აღნიშნე პიცა. იშლები. ეხლა შემიყვარდა რაც იტალიაში დავიწყე სიარული, თითქმის ყოველ თვე იქ ვარ. მეორე სახლი. შენ მართლა სულ გადაცხოვრდი იქ ლამის. ხო და კარგი პიცები აქვთ იტალიაში. მე ხოლოდ მილანში ვარ, ვენეციაში და რომში ნამყოფი. სხვაგან არ ვარ. მინდა აღვნიშნო, ყავაც და პიცაც და პასტაც ხოლოდ რომში მომწონს. არც მილანში და არც ვენეციაში. და რომში არის იდეალური და საქართველოში. ხაზი აუს. კი, მეც გეთახმ. ხაზი მინდა გაუსვა. საქართველოში ვაკეთებს და აკეთებენ ყველაზე გემრიელ პიცასაც. აზიურ სამზარეულოსაც ძალიან კარგად ვიდრე იტალიაში. ანუ ბევრ განმიჭამია, ამიტომ ვიცი რომ თამამად შემეძლია ვთქვა რომ ქართველები იდეალურები ვართ და ქართული სამზარეულო კიდევ არ შეედრება არაფერს. ეგ ერთი და მეც რო გამისინჯავს იტალიაშიც მაგალითად პიცა და სხვა პასტაც თუნდაც ჩვენთან ბევრად უკეთესად აკეთებენ და იცი რა რატომაც გონია რომ ჩვენ უფრო ვცდილობ რომ კარგი გამოგვივიდეს ის იტალიური და გამოგვდის კიდეც. კარგი, მე მგონი მოვიდა ჩვენი პიცა და გთხოვთ რომ შემოგვაწოდოთ პიცა სტუდიაში. ზოგადად მე არ მიყვარს ვიდეოებში ჭამის ვიდეოებს არ ვდებ. ხო. ამიტომ ეხლა დიდად რო გითხრათ რომ მობრძანდით. მოდი, შემოგვაწოდეთ. არა, ჩვენ გვინდა რომ დავაგემოვნოთ. დავაგემოვნოთ. მოდი დაგეხმარებით. დიდი მადლობა. ნახოთ, თავარია ჩემთვის პიცა იყოს თხელი. ხო, პაცას პიცა არის, პაცამ გამოგვიზანა. და ვიცი, ძალიან დიდი სიყვარულით გააკეთეს, ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. კი ბატონო. ჩვენ საუბრობდით. მე მიყვარს ძალიან თხელი ცომი და ძალიან დაბრაწოლი და იდეალურია. მე შენ ხო არ იცოდი მე როგორი მომწონდა. ზუსტად როგორი ესეთი არა. ხო, მე მაქვს რაღაცნაირი ჩემი წიკები. სტანდარტები მაქვს პიცა არც ხაჭაპური შენ წარმოიდგინე, არ უნდა იყოს სქელი ცომით, უნდა იყოს თხელი და ძალიან დაბრაწოლი და ზუსტად ეგეთია. იდეალური. ეს სხვათა შორის სულ 3 წუთს აცხობენ ღუმელში 450 გრადუსზე და ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური პიცა არის საქართველოში, მე რაც გამისინჯავს და ვიცი რომ შენც მოგწონს პაცას პიცა და მოდი ნახოთ, აბა მე მგონი დაჭრილია? დაჭრილია ხალხო? კი, დაჭრილია. თუ რამე და დაგვიჭე? მოდი. დაჭრილია. შო კაი დიდი ნაჭრებია. და ხო იცი, ყავის ფანტელები აქვს მოყრილი. ყავა ხო გიყვარს და ამიტომ აი ესენი არ მიყვარს. მე ყავიანი ესე არ გამისინჯავს და მინდა რომ ნახო. აი მე როგორ მწხვილი ეს როგორ ნავჭი. მიდი. აი ესე. ეს დაიჭირე. აი ეს. კაი. არა, ეგრე უფრო სირცხვილია მეგონი. მიდი ხო. არა. აიჰა, მე დავაგემოვნებ. მიდი. მე არ შემიძლია ვიდეოში ვერ ვჭამ. ჭრი ყოველთვის. ძალიან კაია. მე კაია. ახლა 11-ის ნახევარზეა ჩაწერა. და ამ დროს როდის ვჭამე ბოლოს არ მახსოვს. ერთი კიდე. თამო, ანუ ბოლოს რომელ საათზე ჭამ ხოლმე? 8 საათზე. რამდენი ხანია? ძალიან ბევრი ხანია. მაქვს კიდე რაღაც ისეთი სადმე თუ ვარ მეგობრები, მაგრამ მე ისეთი შეუჩვეველი ვარ მეორე დღეს თუდად ხვდები, ამიტომ მირჩევნია რომ 8-ზე დავასრულო ჭამა. 8 მაქსიმუმ 10 წუთი. ანუ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ეს წონის კორექტირების გამო თუ სუქდები რომ ჭამ. ნუ ყველა ეგრეა, ღამე ჭამა ასუკებს. მე განსაკუთრებით. მე ვიცი რაც მასუქებს რა, შესაბამისად. ხო ესე ვარ ესე მინაშუნა ფორმას. აი პური, ცომეული, კბილეული ამოღებული გაქვს. პური არ მიჭამია, არ ვიცი, ალბათ 1-15 წელია. ბურგერებსაც არ ვჭამ. არც გაზიანს ასმას და სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია არ დამილევია და შენთან სულ ეხლა ბუნებრივ გაზიანს ასმას. ეს მართლა ბუნებრივია, აი მართლა წყლით დამზადებული გაზიანის ასმელი. ხიხით არ შემიძლია. მადლობა. მოლაპარაკება მაქვს ჩემ ორგანიზმთან. მე არ ვეუბნები ჩემ ორგანიზმს რომ არ სჭამ. უბრალოდ ხვალამდე დავიცადოთ. ხო, აი რაღაცა. რაღაცა შენ არ გრძალა, უბრალოდ ხვალამდე არ ჭამ და ხოლმე რომ გაიღვიძებ ჭამე და აღარ შევდება რომ ვიღვიწებ. ზოგადად ნებისყოფის უნარი ძალიან გაქვს, ხო აშკარად შენ გამომუშავებული მოთმინება. მომთმენი არ ვარ, მაგრამ ჭამის ხრივ კი. სხვა მხრივაც იქნები შენ ნებისყოფა, ისე არ მიხვიდოდი ბევრ რაღაც მიზნამდე, რომ ნებისყოფა არ კონდეს. ვცდილობ.
გააჩნია რა საკითხთან დაკავშირებით. აი მაგალითად ჰეითერების მხრივ ძალიან უმაღლეს დონეზე განვითარებული ნოლი რეაქცია. უნდა კონდეს კიდეც. აი რაღაცა ბავშვს ეხება ან რაღაცას ეხება ძალიან პირადს მაგ ნოლი რეაქცია, ანუ რა თქმა უნდა მაქვს ადეკვატური რეაქცია. თემას გააჩნია რა თქმა უნდა. თამო იცი რამე და ცოტა უკარო გადავახვიოთ რა. შენ ძალიან დიდი ხანია აი ცნობილი ადამიანი ხარ და აი იმ დროიდან მოდიხარ, როცა ჯერ ესე სოციქსელები არც იყო, ხო, აქტიური ტელევიზიიდან და ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, იცი რომ კაი, ხო, ერთხელ გამოჩდი, ორჯერ გამოჩდი, მაგრამ აი ეს რომ შეინარჩუნო და სულ ცნობილი იყო და სულ აქტუალური, ამას ჭირდება დიდი შრომაც და მგონია რომ სადღაც აი ნიჭიც, რომ რაღაცა სულ ვიღაცის ყურადღების ცენტრში იყო და აი ეს რომ გვითხრა და მოგვიყვე, როგორ გააკეთე, აი რო გაიხსენო რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. TikTok-მა მისცა საზოგადოებას ის ძალიან ადვილი რაც ადვილად ცნობადი რო გახდე, ვიდრე მე როცა 2013 წელს, როდესაც არაფერი არ არსებობდა, ადნა კლასნიკების გარდა. ადნა კლასნიკები. გახსოვთ ხო? მახსოვს მე მოგესალმებით. 5 პლუსი და რაღაცას რო უწევდი. და Facebook-ის გარდა არაფერი და იყო მხოლოდ გადაცემები. ხო. და ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა რომ ტელევიზიაში ცნობილი ყოფილიყავი, აქტუალური ყოფილიყავი. მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა, არც მრჩეველები არ მყავდნენ გარშემო, რომ აი პიარის კუთხით როგორ მიმეწოდებინა ჩემი თავი იმ მაყურებლებამდე, როგორც რაღაც ცოტა სხვა ხაზზე წავედი რა. იმას კი არ ვიცახე რომ რამეს ცუდი გავაკეთე, ან შეიძლება და უფრო კარგი ყოფილიყავი იმ კუთხით, მაგრამ ესეც კარგია, იმიტომ რომ რადგან ის გზა გავიარე, ეხლა უკვე ვსწავლობ იმ ძველი რაღაც ცოდვებით და შეცდომებით, ასე რა ვთქვა. ისე ვერ წახვალ. რაც შეეხება ცნობადობას და მე მიყვარს ზოგადად ჩემ თავთან მუშაობა. და მიყვარს ის რომ განვითარება. ჩემთვის ყოველთვის, აი 2013 წელს როცა გამოვჩდი, მიზანი იყო რომ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც მქონოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ვისწავლე მე რომ რაღაცა შეცდომები დაუშვი წინა ცხოვრებაში, მოდი ესე ვიტყვი. ეხლა ხალხმა არ იცოდა, რაღაცნაირად არ ვიცი რატო ვიყავი ეგეთი დებილი, არატო ვაჩვენებდი საზოგადოებას. ეხლა უკვე ისეთი ვარ, როგორიც ვარ. არ მჭირდება რაღაც მაკიაჟი და შპაკლით რო სტორები გადავიღო უინტერესო. ეხლა მიყურებს ხალხი იმ თამოს, როგორიც რეალურად ვარ და გავაცანი და მიხარია რომ ცოტა გონზე მოვედი. იცი რა მაინტერესებს, პოპულარობისთვის სკანდალი გამოგიგონებია შენ თავზე? კი, ანუ ყოფილა. სკანდალი რა, ანუ ერთობლივად ყოფილა, გვითარამშრომლია ტელევიზიას და მე კი ყოფილა. არაფერი ისეთი, მაგრამ რაღაცა ყოფილა. და ეს საჭიროა. რას ფიქრობ? იყო ალბათ იმ წლებში, როცა ტელევიზია იყო. ტელევიზიების წლებში. დღემდეც არის რა, მაგალითად, მაგრამ არ მეგონა ოდესმე თუ მოვიდოდა ჩემ ცხოვრებაში ის დღე, როცა მე ტელევიზიაში უარს ვიტყოდი წასვლაზე, სერიალში გადაღებაზე უარს ვიტყოდი. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ეს რაღაც ჩემ თავთან ის, რომ როცა მირეკავენ და რაღაცა არ მომწონს, თავაზობენ, რაღაცას უარს ვიწახი. აი ეს მომენტი გახსოვს, როცა გადაწყვიტე, რომ ტელევიზიაში უნდა გამოვჩნდე, აი რა მომენტი იყო? ეგრე არ ყოფილა, რაც მიზანი მქონოდა, აი უეცრად მოხდა, უეცრად რაღაცა დებილობა არ ვთქვი, სწორედ ვთქვი, კაცო, ვიყავი მსახურობდი, რა იყო, მაგრამ იმ მომენტში კი ვერ გავანალიზე, რომ რაღაც ბიკინებიანი თამო მე დავითნე წარსულში რომ სკანდალი მოყვებოდა, კი ვერ მივხვდი მე. ძალიან კონტრასტია და იმით. ხო, ვერ მივხვდი. გულახდილად უთხარი, პირველი ინტერვიუ იყო და ბედნიერი ვიყავი და რაღაც და უცებ მოხდა. ბევრი მეგობარი ყავს? არა. რას ფიქრობ მეგობრობაზე? მეგობრობაზე? ხო. არ არის საჭირო ბევრი მეგობარი. მე მყავს 4 მეგობარი, 4 ძალიან ბევრი წლის მეგობარი. 4 მეგობარი, რომელიც ერთი განსაკუთრებით, რომელიც ახლა კი, ვიცით და ხშირად ჩანს შენს ვიდეოებში და ნამდვილად გულწრფელი მეგობარია. ჩვენ ვფიქრობ წინა ცხოვრებაში დები ვიყავით, არ ვიცი. დები ვიყავით წინა ცხოვრებაში. კაია. კი, ხო. მე იმდენად მდიდარი ვარ მეგობრებით, როდესაც გასაჭირი რა არის, როცა არის რაღაც სტრესული პერიოდი, ხო? რომ სულ შენთან არის, როცა რაღაც გელაპარაკება, ოღონდ ის კი არა, რომ შენ ხარ მართალი რეალურად რო ყველაფერს არ განგჯის.
ხო. აი ეგ არის მთავარი. ეგ არის მნიშვნელოვანი და სულ ანუ ყველა ღონისძიებას ეს არ უნდა ვიყო, წავიდე, სულ შემხარში რო დგანან და აი რაღაცაში რო დავფიქრდები, გავაკეთო თუ არა, მაგრამ რომ იციან ჩემი ხასიათი როგორ რისკიანი ვარ, მე მადლიერი ვარ. ეს არის შეიძლება რაღაცებში ცხოვრებაში რა გამიმართლა, ხო, რაღაცაში, ოჯახში, დედობაში, რაღაცეებში, ანუ მაგრამ მე გამიმართლა შვილებში და ქალებშიც ჩემ კომპანიაში. ანუ კომპანია გამართლება არ არის, იმიტომ რომ მე ავაშენე, მაგრამ მიხარია რომ და მე ვარ ძალიან ესეთი ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ძალიან რთულად ვიღებ გულთან ადამიანს, რაც ჩემი რაღაცნაირი სივრცე მაქვს, სადაც ბევრი ადამიანი ვერ შემოდის და მიხარია რომ ეს ადამიანები ჩემთან არიან, ჩემი სალი ძალიან მადლიერი ვარ მათი და ბოდიშს ვუხდი ჩემს სამეგობროს და ჩემი გაჭედვების გამო ხანდახან როდესაც მაქვს ხოლმე როცა გავიარე ძალიან რთული პერიოდი გავიარე და მიხარია რომ ჩემი დეპრესია დავასრულე თელი 10 თვე დაიწყო და ძალიან არ ვიცი 24 საათი ჩემთან იყვნენ ყველა და ხარში მედგნენ რაც ხალხს არ გაუგე და ხალხი ყოველთვის ბედნიერს გახარებულს ხან ერთ წითელ ხალიჩაზე ხან მეორე ხალიჩაზე ხან მოდის კვირეულზე მაგრამ ამ მოდის კვირეულამდე ძალიან დიდი სტრესი იყო და მიხარია რომ მათთან ერთად დავიტანე და დავასრულე. აუცილებელი არ არის ყველაფერი გაუზიარო რაღაცები შენ თვითონ ხო შენში უნდა გადალახო და სხვას კარგად დაენახო, იმიტომ რომ მეც ვფიქრობ, რომ ანუ არ არის ეს აუცილებელი ყველასთან გამოდო შენი გულის ტკივილი, შენი პრობლემა. მე ძალიან განსხვავებული. ხო, აი ზუსტად ეგეც პრობლემა აქვს, რომ არავის ჭირდება ქალბატონი თამოაშალომიძე, ტირილით და დეპრესიით და ასე შემდეგ. თავში აქვს სატირალი ბევრი. უბრალოდ მე რაღაცებს იქიდან გამომდინარე, ბევრი გამომწერი მყავს და ბევრი სხვათა შორის ჩემს პრობლემებში და დეპრესიაში ხო ძალიან ბევრი ქალბატონი ხარი დამიჭირა, არ მეგონა. მართლა ან მარწმუნებდნენ რომ არ დამიჭერდნენ და იმიტომ არ მეგონა და მე მადლიერი ვარ და იმიტომაც ხანდახან ხოლმე რაღაცებში ვახედებ, იმიტომ რომ იმსახურებენ, რომ იცოდნენ რომ შეიძლება მე ხვალე ვიყო დოლჩე გაბანას ღონისძიებაზე, მაგრამ ამ ღონისძიების უკან მე ძალიან სტრესი მაქვს რაღაცეებში. ძალიან ომში ვარ, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ არ არსებულია რომ ძალიან რთულ პერიოდში სინათლე ვერ ნახო. ქალზე მაქვს საუბარი, თორე კაცებს არ აინტერესებთ, კაცებიც საგანგაზომილებები არიან, ბოდიშით მომაკაცებო, მაგრამ მე ქალებზე მაქვს საუბარი. აი რა სახის მხარდასაჭერი SMS-ები და შეტყობინებები მოგდიოდა ქალებისგან და აი რა დროს? არ ვიცი, ყოველთვის ეს იქნება რაღაცა ღონისძიებაზე ვიქნები და ბულინგი იქნება და მხარს მიჭერენ კომენტარებშიც რაღაც დავშორდი და ვთქვი, იმიტომ რომ იმსახურებდნენ 9 თვის მერე რომ ეს ერთი ну კითხვები ქონდათ და უპასუხოდ ვერ დავტოვებდი ხო ხვდებით რა და იმსახურებდა ჩემი საზოგადოება რომ მე თქვა რომ ხო ესე მოხდა ასე მოხდა და რაღაც ქალურად არ მეგონა მართლა ძალიან რთული იყო რომ მე ნერვიულობდი რომ რაღაც დაიწყებდნენ ხო იცი მაგრამ ძალიან მიხარია რომ დიდი ძალა მომცეს და გადამალახინეს ეს ყველაფერი მათ. ხო, ეს ძალიან მაგარია, რაღაცნაირად უფრო ზურგი გეძლევა და რაღაც უფრო თითისგან მიდით ამო გააკეთე და არ დაიხიო უკან და ასე, რაც არ უნდა ტკივილი კონდეს შინაგანაც სწავლობერი ამ ტკივილი ცხოვრებას რა. ხო. წეგან დაშორება ახსენე და ეხა გადასული ხარ ახალ სახლში, როგორც ვიცით, ასევე შენი TikTok-იდან გამომდინარეც, მომიყევი ამაზეც, როდის გადახვედი და როგორ შეეგვე ახალ გარემოს. იცით რა არის იგივე ადგილას არის უბრალოდ პირველი კორპუსია ის იყო მესამე იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ბავშვებისთვის ყოფილიყო ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და არ ყოფილიყო ფსიქოლოგიურად ტრამული და ნუ იციან რომ რემონტია სახლში რა თქმა უნდა და რემონტის დროს ნუ იქ ხო არ ვიქნებით და გადავიდით პირველ სადარბაზოში იგივენაირი კომფორტი შეუქმნა ყველაფერი ვეცადე და ძალიან ბედნიერები არიან აი ახლა ვარ დავლაგდი ვეგუები სხვა გზა არ აქვს. გავაკეთე იზოლირება, მე ვარ ძალიან ესეთი შიშარადე და შემოუღობერკინებით მთელი სართული და ნუ ყველაფერი ნელ-ნელა ყველაფერს თავის რეჟიმს უბრუნდება რა. ანუ სწორად გავიგე, აკას სახლთან ახლოს არის ეს შენი სახლი, ხო? იმ უბანში, იმ კორპუსთან და ანუ ხშირადაც ალბათ ნახულობენ ბავშვებიც. კი,
ბავშვები ნახულობენ აკას და აკა როგორც мама და ნახვის ხრივ კარგი мама. მშვენიერი რა თქმა უნდა ეჭვიც არ მეპარება რომ ბავშვებსაც ძალიან უყვართ და კიდე იცი რა მაინტერესებს ისახსენე შენ ვიდეოში რომ მალე ახალი მანქანაც მეყოლებაო და ის მანქანა რაც ყავდა ის მანქანა სხვებისი იყო და ჩამოგართვეს ამაზე საუბარი არ მინდა მაგრამ რა ვიცი გამგები გაიგებს რაღაც ეგრე ხომ ესე მოხდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სხვისი მანქანა იყო მაგრამ თქვენ ამ ვიდეოს რო ნახოთ თქვენ აყიდი მეყოლება მანქანა მომილოცოთ გილოცო ძალიან მაგარია ხო რა თქმა უნდა ჩვენთვის ზოგადად მატერიალური რაღაცები არის მიასე ხარისხოვანი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანობა ამ ცხოვრებაში და ნამდვილად ხო ეხა რა ვიცი შენ რა რეაქცია ქონდა, როდესაც ეს თუნდაც ეს მანქანა, ну, კაი, მატერიალური გასაგებია, მაგრამ რო არ დაგჭა, იმიტომ რომ იცი რატო, შენ ხო არ დადიხარ მარტო ამ მანქანით, შენ შვილებსაც ემსახურები. იცი ცხოვრებაში ყველაზე რთული არის ერთი რაღაცა, როცა იმედი გაცრუებული ხარ ადამიანების მხრივ. როცა არაფერი არ გიშავება ისეთი, რომ ესე გატკინონ გული, მაგრამ ეს გაიulis. ხო. ანუ ფოტოშოპში ეს რთული თუ მქონდა, ხანდახან ვიძახი რომ დაეწერათ სცენარის თქო ეს ერთი თვე, ასე კარგად ვერ განვითარდებოდა მოვლენები, ასე იდეალურად როგორც ჩვენ ხდება, ვერ დასრულდა ეს თვე, ვერა. მაგრამ მაგუსი ვარ, მივდივარ 28-ში დოლჩე გაბანას ღონისძიებაზე, უკვე ნაყიდი მეყოლება თქვენ გადაცემაკავა მანქანაც, ნიუ-იორკში მივფრინავ თამოსკინის ღონისძიებაზე და კიდევ ვარ ქვეყანაში მიმდინარეობს მოლაპარაკება თამოსკინის გახსნაზე მილანის გარდა, ასე რომ ყველაფერი წინ არის და ბინასაც ხო ყიდულობ. როცა აი ამ რაღაცას კი 3-დან 6 თვემდე ვიყიდი აუცილებლად. სექტემბერში მექნება. ძალიან ბევრი ერთსაც კითხავ ამ თემაზე, ვიცი რომ შენთვის არ მინდა ვცდილობ რომ აი ძალიან არ ჩავეციო. აი ბევრს უკითხავს და ჩემი ირგვლივაც ახლა გამიგია და აი ნეტა რატო დაშორდნენო და შეგიძლია აი მიზეზები არ შემიძლია, იმიტომ რომ მე თავიდანვე ვთქვი რომ არ მინდა თქვა ამის გაქექვა. ესეც იმიტომ ვთქვი რომ ძალიან ბევრი კითხვა იყო აი სად არის არ ჩანს და ძალიან რთულია. იცი 6 წელი და 9 თვე არ არის პატარა დრო და როცა რაღაცა სრულდება უნდა იყოს დარწმუნებული ეს არ არის ურთიერთობა დღეს შევრიგდით ხვალ დავშორდით ხო როცა შენ მიხვდები რომ ეს არის დასრულება მასე შეგვიძლია ვთქვათ რომ დავშორდით და მიზეზებზე არ არის მე უბრალოდ გეტყვით ერთს რომ მე სიყვარულში ვარ ძალიან ისეთი ერთხელ შემიყვარდა და ავუდგოდი სიო მორჩა ძალიან ანუ ჩემს სიძლიერეს არ ვფიქრობ რომ ადამიანი გიყვარს შენ და იყო რაღაცა ხმალა მოხებული ვიკინგი გოგო ბრძოლაში უნდა იყო ქალი რომელსაც ჭირდება კაცი და უბრალოდ ქალი უნდა იყო და კი მე ესე ქალი ვიყავი და ჩემი არიცოდნენ რომ მე ვიყავი ვიკინგი და ვიკინგი იყავი რეალურად ვარ, მაგრამ არ ვიყავი, ხო, იმიტომ რატომ უნდა იყო ქალი ვიკინგი? მე უბრალოდ მიყვარს ყოველთვის განვითარება. მე ვერ ვხედავ პრობლემას, როდესაც გიწვევენ ახლა კანის ფესტივალზე ან ვენეციაზე ან სადმე რომ არ უნდა წახვიდე. აი ეს პრობლემა იყო? ანუ ზოგადად არ მინდა ამაზე მე ისე ზოგადად საუბრობ. ხო, მაგრამ ნუ იყო ერთ-ერთი ის რომ შენ რო დადიოდი იტალიაში ან რაღაც ესეთ მოწვევებზე. არ მინდა ამაზე საუბარი. კარგი, გასაგებია მაინც. და იცი რა მინდა ეს დეპრესიის პერიოდი, ხა ვიღაცები გადიან, ხო, ესეთ ალბათ ვიღაცა საშორდნენ. აი როგორ აი ეს ყველაფერი გადავახე. რაღაცა აი შენი გამოსლებიდან შეგიძლია გამიზიარო. ძალიან დაკავებული ვიყავი. ისე დაემთხვა რომ ფილმში გადამიღეს, ქარხანაში ჩავედი, მერე მოხდა ისე რომ კანის ფესტივალი იყო და ყველაფერი გადაება ერთმანეთს. მერე გამოჩნდა კურსი თეატრალურის და იქ ჩავერთე და იქ ძალიან დიდი ხანი ვატარებდი დროს. მერე იქიდან ვენეციის ფესტივალი აი იმ სულ საქმეებში ვიყავი და ვცდილობდი თუ არ მქონდა საქმეები კიდევ ზემოდან დამემატებინა რომ მე არ მეფიქრა ბევრი და იმიტომ რომ მე ჩემს იყო ყველაზე რთული ღამე. ხო, ღამე არის ყველა სინავს, მეგობრებს, ბავშვებს, ყველაფერს ხვდები და აი ღამით უკვე თავს ვაძალებდი, მე უძილობ ამჭერს ვერ ვიძინებ დილამდე რომ მეყურებინა ფილმებისთვის. აი
ესეც ვისწავლე, რომ რაღაცა კორეული ფილმებს ჩაუჭექი ხალხო, რომ იცოდე, ცუდი კი არ არის, მაგრამ რომ იცოდე ტრიტრებით უყურებდი და უკვე კორეული ვისწავლე მგონი, ინგლისური არ ვიცი კარგად და. ნუ ის თურქული კორეული. დამეხმარა, გჯერათ რომ დამეხმარა, მართლა დამეხმარა, რაღაცნაირად გადალაღოს, ქალების გამო კაცები თავს იკლავდნენ და მე ვიცახდი რაზე ნერვიულობდა. შენ ბევრჯერ ახსენე უკვე ეს Dolce Gabbana, შენი კომპანია და როდის მიდიხარ და მთავარი არის რომ Dolce Gabbana-სგან აქეთ მივიღე მოწვევა. აი ეს რას ნიშნავს ეს? პატივია. ხო. ანუ ეს რაღაცა გავაკეთე ალბათ ეს პაწაწკუნტელა, იმიტომ რომ ყოველთვის და მოდის კვირეული იწყება, სანამ დაიწყება ერთი თეატრე, ვაგზავნით მეილებს, ნუ ჩემი მენეჯერი რომელიც იტალიაში მყავს, ამაზე მუშაობს და ან გვიდასტურებენ, ან გვიდასტურებენ. ხო და ეხლა ისე მოხდა, რადგანაც მოეწონათ ჩემი ლუკი ამ ღონისძიებაზე, ჩემი არ ვიცი რა მოეწონათ. ხო არ ვკითხავდი. გადაწყვიტეს რომ ბახშამზე დამპატიშონ და არა და მიუფრინავ ორში ნიუ-იორკში და ვაპირებ 29-ში გავფრინდე დილით და ღამე გამოფრინდე 30-ში, ან 29-ში ღამე, ან 30-ში დღე და მაინც წავალ, იმიტომ რომ ეს იმის წინაპირობაა, რომ უკვე მე კი აღარ მივწერო მაგალითად მოდის კვირეულზე თვითონ უკვე გამომიგზავნენ მოსაწვევს. 5-ში აქვს თამოსკის უდიდესი ღონისძიება ნიუ-იორკში. იქიდან უშვებთ ახალ პროდუქტს თამო კოსმეტიქსის. ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია რომ ჩემს საოცნებო ნიუ-იორკი მგონი ჩემი ხასიათის, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ბობოქარი. აი ძალიან ისეთი სულ მიყვარს აქეთ-იქით საქმების კეთება და თან პლუს ღონისძიება მაქვს, რომელიც თვითონ უდიდესი ხალხია მოწვეული და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. არა მარტო ემიგრანტები, იქ დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელი და რომ მიხვდეთ როგორ ძალიან დიდი ღონისძიება და ვამზადებ სიტყვას ინგლისურად ეხლა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გამოვა. ამ ამბებში თავის მეთქი არ დამავიწყდეს ეს კითხვა. ძალიან მაინტერესებს ეს ნაომი კემბელის ამბავი, როდესაც ჩვენი ნაომის ამბავი. ძალიან შემთხვევით ვიყავი ძალიან მნიშვნელოვან საღამოზე. იმ საღამოზე უბრალოდ ხალხი ვერ ხვდება. თუ არ არის თვითონ ამ კომპანიისგან დაპატიჟებული, ოღონდ აი ისეთი ცნობილი ადამიანები, რომ იქ რო ხარ, ვიღაც ხარ და ანუ შენს დაგპატიჟეს? კი, აი მაგალითად პატრიკ ტარო არის მეიქაპ არტისტი, გეცოდინება, იქ რო დამინახა, ჩამეხუდა, მაგრამ მოდის კვირეულზე და მე ცოტა ისეთი სახით იყო. ანუ იქ რო ხარ, ვიღაც ისეთი ხარ, მნიშვნელოვანი ფიგურა. და ხედავ რომ ვიღაცას უღებენ ფოტოებს და ვერ მივხვდი და უცებ ვუყურებ ნაომი კემბელია და სუკას ვეუბნები ჩემს მეგობარს, რომ ფოტო მინდა უეჭველით თქო. და არ არსებულიაო დაცომეუბნევა, არ მხვიდეო რა და ველოდებოდი მე როგორ ვარ ახლა გეტყვით ჩემ ხრიკებს გეტყვით როგორ ვარ უცხოეთში სხვანაირ როგორ მიცნობენ მე არავისთან არ მივდივარ აი თამოსკინიც რომ მინდა რომ ვინმეს გავაცნო არავის წაისვით კი არა მიდევს მე ვისმევ მე მეკითხებიან აბა რა არის უი ეს არის არ რაღაცა ისე ვაკეთებ რომ აქეთ კი არ შევთავაზო აქეთ მკითხონ იმიტომ როგორ გააცნობ შენ თავს უცხოეთში და როგორ ანუ ხო როგორ შეესთავაზებ ეს მნიშვნელოვანი რა ხო და ну მოკლედ ძალიან დიდი ხანი ცეკვავდა მე ერთი გოგონა მივიდა DJ და გააგდო იმიტომ რომ რატო არ მეკითხებიო და ეს რო დავინახე და ცომ თქვა სადიო არა წერვაქალია ანუ ხო უხეში გოგოა მაგრამ არც ისეთ მე შეეცოდა და მოვიდა და ფოტო გადაიღო მაგრამ რა ხდება მეიქაპ არტისტი დაყვება თან და ყოველ ფოტოზე სტორიზე უსწორებს არ მეცვიდა ესეთი სოფილი ვიყო რა აზე ხარ როგორ არის მან კი ძალიან ყველაზე კი თვითონ აქვს ეს მე მოხდა ისე რომ გამოდიოდა უკვე ხელი მოვკიდე უთხარი ფოტო გადავიღოთ თქო ანუ ძალიან ჩვეულებრივად ზედმეტი რაღაც და ანუ უკვე მივხვდი ხალხს სახე რაღაც შეეც ვერ მივხვდი რატო შეიცვალა და თურმე ყოფილა რაღაც ძველად ნასამართლები და რაღაც ისტორია ქონია რომ უცემია ვიღაცა და ეგ არაფერი არ ვიცოდი მე გავიგე მე ესე მცოდნოდა ესე ხო აი ესე მოვკიდე ხელი მოდი შეეცემე უცა ვერ ვასგელაპარაკოთ ანუ ტელეფონმა გაჭედა სელფის ის ვერ რო ჩაირთო გაჭედა და ხალხს ეგონა რომ რაღაც მქონდა ამ ტელეფონის წართმევაზე რა და მე რო დავაკვირდი მართლა იყო რაღაცა მაგრამ რეალურად ტელეფონს მე გადავიღოთო და კარგი მეთქი სელფი გადავიღოთ და გაჭედა ამ სელფონს და ვასწორებდი და არაფერი საყვარელი გოგოა ნუ თავისი ხასიათის ადამიანია და საბოლოო ჯამში გადავიღეთ ფოტო და რა ვიცი ძალიან კარგიც გამოვიდა ყველას ხო არ შეუძლია რომ ეხლა მე რაღაც ხაზი შევქმენი და წავიდე უცებ აი ამ მოდის კვირეულზე იქ რაღაცა გამოფინო ჩემი ეს პროდუქცია აი ეს ცალკე აგენტი გეხმარება და ეს გჭირდება ინიციატივა იყო
მე ხო არ ვიცოდი შენი არ იყოს თვითონ დამიკავშირდნენ მოეწონათ ჯერ ჩემი ჩაცმულობა პირველად იდენ ხალიჩაზე ვენეციაზე ძალიან ბევრი ვეცადე რომ გავაკეთე როგორც იქნა მოვეწონე და ნება დამრთეს რომ პირველად ხალიჩაზე გავსულიყავი და იმდენად მოეწონა ჩემი კაბა და რა ვიცი ყველაფერი რომ ჩამსვეს რაღაც თავიანთ ვიდეო რგოლში მე ეს რომ ნახე რომ რაღაც უცხოურ ვარსკვლავებთან ვარ ვიდეო რგოლში გადავაზიარე ჩემს გვერდზე და ჩვენ ქართველებმა ანუ ჯორჯან თამო და ვინ არისო ეს ამიტომ რომ კომენტარებში ყავს საქართველოს დროშა ძალიან დიდი მადლობა მართლა მათი და ჩემი ქართველი ქალბატონების და ხალხის დამსახურება დღეს რომ მართლა ასე ვარ თამოსკინის მაღაზია რო იხსნება მილანში რამოდენიმე თვეში ხო და ეს მე რა გაქვს მე გავუგზავნე პროდუქცია მოეწონათ მე შემთავაზეს მოდის კვირეული სპონსორობა და ასე ეტაპობრივად ასე მოხდა და ეხლა მე რობერტო კავალიზე რაც მაქვს მიზანი რაც ვფიქრობ რომ 95% გამოსულია მაგრამ 5%-ს მაინც არ ნახავთ ეს არის რომ მილანის მოდის კვირეულზე ბექსტეიჯში თამოსკინი და თამო კოსმეტიქსმა გავუკეთოს მაკიაჟი შეიძლება ეს საზოგადოება ლამაზ ვიდეოებს უყურებს მაგრამ ძალიან დიდი ნერვები ფულიც ყველაფერი სჭირდება და მე ვფიქრობ რომ რასაც ვაკეთებ ჩემი კომპანიისთვის შეიძლება ვიღაცა გამოვიდეს და მე მითხრას რომ თამო 2000 ევროს რო კაბაში იხდი იმიტომ რომ ჭირდება ჩემ კომპანიას იქ იმ საზოგადოებაში სადაც მე ვფიქრობ რომ ჩემი კომპანია უნდა იყოს სხვანაირად ვერ შევალ მიხვდით რაც გულისხმობ აი მაგ ყველაფერზე კიდე ერთს გამიგია რომ აი უთქვამთ რომ აი ხა ეს თამოსკინი იმიტომ აქვს რომ აი მაშინ მეუღლე ეხმარება თორე ისე რას იზამდა და აი ამაზე რა სიტყოდი არ ვიცი, უბრალოდ უყურო. ეხა ხო არ მყავს მეუღლე. მიყურო. ხო, ანუ შენით გააკეთე ეს ყველაფერი. მე ვერ დავუკარგავ, მიაკა დამეხმარა თავიდან. მე არ ვიცი რა დეკლარაცია, არც საბაჟო, რა თქმა უნდა, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ 100-დან 100% ყოველივე პროდუქტის შექმნა, ვიზუალის სტრუქტურის დადასტურება, ქარხნათან მოლაპარაკება 100-დან 100, იმიტომ რომ მარტო დეკლარაცია არ შოლის, ხო? ხო, მაგრამ აი თავიდან ცაწყისი ფული რო გინდა, აი მაგაზე გამიგია რომ უთქვამს, რომ ეხლა ეგ დაეხმარა რომ თავიდან წამოეწყო. კი, თავიდან ხარი იყო და დამეხმარა. ხო, ქართულ ბაზარზე რა ბიზნეს გამოწვევებია შეგხვედრია თუ არა? იცი როგორ მაქვს? მე მჯერა კარმის და ბუმერანგის რა, არასოდეს არ ვუყურებ სხვას. და არ ვფიქრობ სხვას უნდა უყურო. არც ვაკვირდები აი ანუ ერთადერთი უცხოურ ბაზარს ვაკვირდები რა არის რომ ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი რომ გავაკეთო ისეთი რაღაცა რომ ამათ დაუდგე კონკურენტად არა უფრო გვერდზე რომ დაუდგე ძალიან ბევრი ქართული კარგი ძალიან კარგი მაღალი ხარისხის პროდუქცია და უდიდეს წარმატებას უსურვებ მე ვფიქრობ რომ როგორც შეიძლება გქონდეს აი ამ წყალს ხო რამდენი წყალი არსებობს ხო ბაზარზე ხო ასევე ყველას თავისი მომხმარებელი ყავს. შეიძლება გქონდეს ზოგს თამო მოსწონდეს და ზოგს ვიღაც მოსწონდეს, ხო? მე ეს პრობლემა არ მაქვს და არ ვფიქრობ, რომ მე რაღაც ცუდი გზებით და რაღაც ცუდი რაღაცებით ვინმეს. მე არავის მე საქართველოში არ ვიყურები. მე ჩემი არ მინდა არა, მე მაქვს სხვა, მე მყავს ჩემი მომხმარებლები. რომლებიც ძალიან მიყვარს და სულ მინდა რომ გავახარო, ყოველთვის მინდა რომ რაღაცნაირად ახალი განსხვავებული ვიზუალით გავახარო. ნუ პროდუქტი რომ უმაღლესი ხარისხია, მაგაზე კი აღარ ვიძახი. მე რაღაც ახალი განსხვავებული გავაკეთე, რომ მიუვა. აი მაგალითად, ეხლა მე შენ რაღაცა მოგიტანე, რაც ერთი წუთით გაჩვენე. რა მომიტანე? აუ, აი როგორ მე უნდა გავხსნა ერთი წუთით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გამახარე. ეხლა მაინტერესებს მე ხარას გულისხმობ გახარებაში. ეს უნდა გახსნა შენ. მაკრეტელი ხარ მომიტანო, მეც არა მაქვს. თუ შეიძლება, აუ რა არის? ძალიან მომწონს. აი შენ რაღაც გინდოდა და ის არის. ხად აი ეს რეაქცია მინდა, როცა ეს მიუვა მომხმარებელს და კაი შეფუთვა. კი, რა თქმა უნდა. იმის გარდა რომ მე თუ უცხოური ბაზრისთვის მინდა პროდუქცია, ვიზუალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თან ეს კარგად კეთდება. კი, ძალიან კარგია. მადლობა. მოიცა. ხო იცი რაც უნდა გახსნა პირველი. კი, ვიცი, უკვე ვიცი და მაცადე ერთი წამი. ხელი არ გაბიჭრა. ხილად. მე დაგეხმარო. მოიცა თუ ისა. ის კი არ დამეხმარებოდა რომ შემომიტანა. მოდი მე დაგეხმარები. ხო ხედა, მაინც ქალები. აი ხო რა. ვერ მიხვდა რომ გაეხსნა. მაინც აკადიშე. აქ საჩუქარს. ეს შენ გააგრძელე. აბა. აუ რამდენი რამე. თუ კანის ტიპის ხო გაქვს შეგიცვლით. აუ ძალიან დიდი მადლობა თამო ნახეთ ხო რამდენი რაღაც. ბაიმე. არა უშ. აქეთ არის, მაინც აქეთ არ იყურება. всё, რეებია ეხა დავიწყოთ. ეს არის მიცერალური წყალი. ტონერი.
მიცერო ტონერი, ნუ წყალი ხო, რომელიც მაკიაჟამდე ხო მაკიაჟი უნდა მოიშორო ამით და არა მარტო მაკიაჟი. ეხლა ნახე ამას რომ გახსნე აქ ჩამკეტი არ გადააგდო. ეს ჩამკეტი არის სპეციალურად იმისთვის რომ გზავრობის დროს რომ გახსნე შენ აქ ჩამკეტი. ამაზე არ გეტყვი არაფერს. ამაზე არ უნდა დავხარჯოთ. არაფერზე დრო არ უნდა დავხარჯოთ ხარისხზე. რომ გამოიყენებ მიხვდები. ამის მერე სახის დასაბანი აუცილებლად. კაი, დასაბანი გელი. კიდე რომ შემდეგი რომელი ავიღო მითხარი? აუცილებლად ფუნჯი უნდა წაის, ამ ფუნჯით უნდა წაის. ფუნჯიც არის. თქო უნდა. აი ეს გახსენე. მე ვიცი რომ ეს გინდოდა. მე ვიცი რომ ეს გინდოდა. მიდი აბა. ეს რა არის? ბლაში. ეს არის ლიმიტირებული, რომელიც აღარ იქნება. აი მე ძალიან მოუხერხებელი ვარ, ხო იცი გახსნაში. მაცადე. всё, გახსენი გიყავე. რომელიც ძალიან მიტოდა. აი ამ ფერზე ვგიჟდები, აი გახარე. აი ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მომხარებელი დღეს ჩემი დღე, მართლა დედასფიცა ვარ, ისე მიხარია. ვაიმე. სურნელი არა, ყველა პროდუქტი თამოსკის კოსმეტიკის არის ჰიპოალერგიული და ძალიან ლამაზი ფერია. ყველგან წაისმევ, ტუშზე, თვალზე, არ ვიცი. არ არსებობს მსოფლიო ბაზარზე, ხო ძალიან ამპარტავანი არ გეკონოთ. უბრალოდ რეალურად გეუბნებით, ზეთი რო აქვს თამოკოსმეტიკს. უბრალოდ რატო მიხვდები? უნდა წაისვა და მიხვდები. მოიცა ის ვერ ხსნი ახლა. მოდი გამიხსენი გთხოვ. მე თუ გავხსნი ერთი წუთი. მიდი აბა. აი, აბა ეს მანახ, აბა. ეს გამახსენდა. აქ რო რაღაცები აქვს, ხო? всё. სილიკონის აპლიკატორები აქვს და ეს ძალიან მაგარია. უჯრედებში შედის, აი თუ გვინდა რომ ტუშსაცხი ნებისმიერ მოუჭირე რო ამოვიდეს, გოგო, მოუჭირე. მოიცა ერთ წამს არა. აი, всё. აუ, რა გაია. ნიაცინამიდი, ეს არის აიმე, ეს უნდა გქონდეს ყველას, ქალს თუ კაცს. ხო. ვისაც პრობლემური სახის კანი აქვს განსაკუთრებით, აკნისკენ მიდრეკილი ფორები, შავი წერტილები და ისეთ ბზინვარებას ანიჭებს. ვიწყებთ პირველი პროდუქტი. მეორე პროდუქტი. ანტი-ეიჯი, რამდენი წლის ხარ? 31-ის. ოკეი, 30-ის ზევით არის. და თელი სამთარი ხარ ბედნიერი. ახალ პროდუქტებს ველოდებით ახალწლამდე. რეტინოლს, სამივე სხვადასხვა პროცენტულობის, იმიტომ რომ რეტინოლი არის ძალიან რთული პროდუქტი, რომელსაც სჭირდება ძალიან ესეთი სწორი გამოყენება და გვაქვს ყველაზე დაბალი პროცენტულობიდან დაწყებული ყველაზე მაღალი პროცენტულობით და ასევე თამოკოსმეტიკში ტუჩის ლაინერები, რომელიც თვალზეც გამოიყენება, მაგრამ ესე გადაცემაში არ მეთქვია, სხვათა შორის შემოსაყვარლებო, მაგრამ ერთი რაღაცა მაქვს, რაც თუ მოესწრება დეკემბერში, თუ არა და იანვარში 100%-ით, ანტი-ეიჯის ახალი ხაზი, რომელიც იქნება პეპტიდების ხაზი, კორეაში ვაწარმოებთ. ნუ სადაც სხვაგან. სადაც არის პეპტიდების სამშობლო, რომელიც იქნება, ამას არ გეტყვი. ასეთი პეპტიდებით სოფლიოში არავის არ აქვს და მხოლოდ თამოსკინს ექნება. ეს პროდუქტი იქნება, ბოტოქსის გამაჩერებელი არ არსებობს ეგეთი, უფრო რეკლამისთვის იყენებენ ხოლმე. ეხლა ბოტოქს არაფერი არ შეცვლის, რადგან რეალურად რო ვილაპარაკოთ, მე არ მინდა ასეთი პროდუქტი, რომელიც ტყუილს იტყვის, მაგრამ სილამაზის, ნაოჭების ანტი-ეიჯის ხაზი, რომელიც გააჩერებს დროს, ასაკს და სასწაულს და წაისვათ უბრალოდ. ამაზე ვმუშაობთ. მთელი 8 თვია. 8 თვია და მე მივფრინავ კორეაში ქარხანაში, სადაც მე ვაჩვენებ ხალხს და იქიდან ვაპირებ რომ მიზანი მაქვს რომ ჩაუშვა იქიდანვე, იმ ქარხნიდანვე უკვე ახალი იქიდან გაიჭრება ლენტი. კი, ეს არის, აი არ ვიცი, უნიკალური და ასევე სხვა პროდუქტები, ეს არის ცენტელასი, სახის ნიღბები და ასე შემდეგ, რაც ვფიქრობ რომ უნიკალურია. ეხა ნუკიზე რო იყო გახსოვს? მოდი ამ თემას არ შევეხოთ. ხო. არ მინდა ეს თემა, იმიტომ ეს თემა მე დავხურე. ყველას მომივიდა შეცდომა ზუსტად იმ დღეს დავშორდი ჩემ ქმარს, რაც ხალხმა არ იცის. მომივიდა შეცდომა, იქიდან გამომდინარე რომ ქმარ მომიმატოვა და ასე მოხდა და არ მithქვია და არც მინდოდა რომ ამით რაღაც ხალხში მეთქვა რომ ხალხო ჩემი ეს ემოციები იყო ყველაფრით, იმით და უბრალოდ გავგიჟდი, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი. ეს თემა მოვკალი და ვხურე და მორჩა. კაი. და ბოლოსკენ აი შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც მართლა ფარხმას არ ყრის და მიდის სულ წინ, მაგრამ აი მაგალითად მე ხანდახან ვარ ხოლმე როგორ იცი, რომ რამე თუ არ გამომივა მე მეშინია, ესე იგი ესე იგი კარგი არა ვარ და მოდი ხوار შევეშვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე არ გავბანძდე ან რაღაცა, მაგრამ ეს ძალიან ცუდი თვისებაა ჩემთვის და მგონია რომ ძალიან უნდა ვიმუშაო
დამუშაო ამაზე და მე რა ერთხელ რომ გამოგივიდა ეს იმას არნიშნავს რომ ამაში შენ ცუდი ხარ, ბევრჯერ იზამდა გამოგივა, მაგრამ შენ გონია რომ პირიქით რო დამარცხდები უფრო გეძლება მუღამი რომ აი კიდევ ვცდი და ბევრჯერ ფეილი არნიშნავს რომ არ იცი. აი ამაზე მითხარი. შეიძლება ბევრმა უთხრას ადამიანს რომ უნიჭო ხარ, ენა არ იცი, ენა არ ვიცი. ვითამაშე კინოში საშინლად შეიძლება ინგლისურად, მაგრამ ხო ვითამაშე. მე იქ რომ პრემიერაზე ხო ვიღაცა გავიცანი, ვინც ლოს-ანჯელესში დამპატიჟა. ანუ არ არსებობს არ იცოდე რაღაცა და არ დამემთავრებია უნივერსიტეტი, განათლება არ მაქვს უმაღლესი. მთავარი არის რაღაც გინდო, ძალიანაც მინდოდა რომ ესწავლა, ძალიანაც მინდოდა რომ აი ოცნება იყო ესეთ კოლეჯში მესწავლა რომ იქ მეცხოვრა. ხო არის რაღაცა ხო მქონდა ოცნებები რომ ვერა უბრალოდ დიდი ვარ ანუ ვეღარ გავაკეთებ რომც მიდოდეს ნერვები არ მაქვს სწავლის უბრალოდ ნერვები არ გამაჩნია მე ზუსტად შენ გამჭირდება ის რომ მე კარგი მითხრა რაღაც თუ ფეხი წამისდა და სიტყვით ვერ გამოვედი ან ენა დამება და კარგად ვერ ვილაპარაკე მე შენგან მინდა თქვა რომ თამო არა უშავს მე უფრო კარგად ისაუბრებ თქო თამო ფიზი ჯორჯი არის ჩემი სპონსორი და ფიზის ბლიც კითხვები უნდა დაგვისვა ბოლოს და სულ ეს არის ფიზის კითხვები. დათხარ? დავით. საუზმე თუ ახშამი? ახშამი. ჭამა მარტო თუ ვინმესთან ერთად? არა, მარტო. ვინმესთან ერთად აუცილებლად. კარტოფილი ფრი თუ ბადრიჯანი? ბადრიჯანი ნიგვზით. ხორცი თუ ბოსტნეული? ხორცი. და ბოლოს ფიზის ლიმონადი თუ არაყი? არაყი არა, სიძახი. ლიმონადი ჯობია. მოგეწონა ფიზის ლიმონადი. კი, ლიმონით განსაკუთრებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა საჩუქრებისთვის. არაფრის. აი, ამდენი საჩუქარი თამოსკინიდან, აი, რავი, ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ესე წავა. იხარია სასაყვარელო. და იმედია, რო გვიყურებთ. იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. აუცილებლად. ნახვამდის. ნახვამდის, ეს იყო მადის აღწერილი პოდკასტი. ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და მოკლედ იყავით ჩვენთან ერთად. თქვენი ერთი კომენტარიც და მოწონებაც ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. აბა დროებით.